Am წუთებში რუსთაველის თეატრში ცნობილი თურქი მწერალი და ნობელის პრემიის ლაურეატი ორხან ფამუქი ქართველ მკითხველს ხვდება. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმით მიმდინარეობს. ორხან ფამუქი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა, მან უკვე გამართა საჯარო ლექცია სტუდენტებისთვის. დღეს კი თბილისი დაათვალიერა. რუსთაველის თეატრი ხალხითა სავსე ფამუქს დარბაზი ოვაციებით შეხვდა. ეკა სოსელია გვერდება პირდაპირ ეთერში. ეკა დიდი სიამოვნებით გაგიცვლიდი ადგილს, ალბათ ძალიან საინტერესოა ეს შეხვედრა. Nana მართლაც ძალიან საინტერესო იყო შეხვედრა ნობელის მწერალთან ორხან ფამუქთან. ძალიან მინდოდა რომ მქონოდა მისი ავტოგრაფი წიგნზე და ალბათ ჩავდგები ჩართვის შემდეგ იმ გრძელ რიგში, რომელიც რუსთაველის თეატრში ახლად დგას და ქართველი მკითხველი ელოდება რომ გამოვა მწერალი და გააკეთებს ავტოგრაფს, გადაიღებენ მასთან ფოტოსურათებს. რაც შეეხება თავად შეხვედრას, შენ უკვე აღნიშნე რომ რუსთაველის თეატრი იყო ხალხით გადაჭედილი და ახლობით 1 საათს გრძელდებოდა შეხვედრა ორხან ფამუქთან. მან საკმაოდ დეტალურად ისაუბრა, გასცა პასუხები ყველა კითხავს, რომელიც მის შემოქმედებას შეეხებოდა, საიდან მოვიდნენ მისი პერსონაჟები, როგორი არის ორხან ფამუქი, წერის პროცესში რა არის მისი ინსპირაციის წყარო, როგორ ფიქრობს, რატომ არის ასეთი პოპულარული. ორხან ფამუქი ამბობს, რომ მისი ყველა ნოველა არის მცდელობა, რომ რაღაც კითხვას გაეცეს პასუხი. თუ რა კითხვას გაეცემა პასუხი მის შემდგომ ნოველაში, რომელზეც მწერალი უკვე მუშაობს, ამ კითხვაზე პასუხი წიგნის დაბეჭდვამდე პირველად ქართველმა მკითხველმა დღეს რუსთაველის თეატრში გაიგო. უკვე დიდი ხანია პასუხს ემკითხვას, თუ რატომ არის ჩემი წიგნები პოპულარული. არ ვიცი, ვერ გეტყვით. წერ იმას, რაც მინდა და წერ იმას, რაც მსიამოვნებს. ძალიან ბევრს მუშაობ. თუ თქვენ შემეკითხებით, რატომ არის პოპულარული ჩემი წიგნები აზიურ ქვეყნებში, ან თქვენთან საქართველოში, ალბათ იმიტომ, რომ ჩვენი ცხოვრება ერთმანეთს გავს. ერთი გზა გვაქვს გავლილი. დიდი ოჯახები და ტრადიციები გაგვაჩნია. თბილისი ისტორიულად ძალიან მდიდარი ქალაქია. ბედნიერი ვარ, რომ ჩამოვედი და ის ჩემ წარმოსახვას დაემთხვა. ქართულ მკითხველს აქვს საშუალება, რომ ქართულ ენაზე წაიკითხოს რამდენიმე ნაწარმოები. ორხან ფამუქის ეს არის მეწითელი ქვია, ჯევდეით ბეი და მისი ვაზიშვილები, თოვლი, მდუმარე სახლი, უმანკოების მუზეუმი. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ცდილობს, რომ საკმაოდ სწრაფად თარგმნოს ფამუქის შემოქმედება და ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ თურქ მწერალს გაუმართლა, თუმცა უფრო მეტად დღეს გაუმართლა ქართულ მკითხველს, რადგანაც მათ საშუალება ჰქონდათ, რომ შეხვედროდნენ პირადად მწერალს და დღეს შეხვედრიდან გამოსული მკითხველები ამბობენ, რომ ეს იყო ძალიან შთამბეჭდავი, უშუალო და გენიალური შეხვედრა გენიალურ მწერალთან. მოხიბლული ვარ პიროვნებით და მისი პორტრეტით, იმიტომ რომ არის ძალიან ფერადი, ბევრი ფერით სავსე და ცოცხალი და ნამდვილად მოლოდის გადააჭარბა თვითონ მან. ახასიათებს ყოველთვის დიდ მწერალს და აი მართლა წარმატებულ მწერალს და მსოფლიოში უშუალობა და ბუნებრიობა, რაც აქვს, ნუ გენიოსია რა, ძალიან მაგარი მწერალია. შეეხება ორხან ფამუქის ვიზით საქართველოში, ხვალ არის მესამე და ბოლო დღე, ის მცხეთას დაათვალიერებს. ორხან ფამუქს საქართველო გააკვირით, მის რამდენიმე ნაწარმოებში აქვს ნახსენები და ამბობს, რომ ის მოხარულია, რომ თბილისი მის წარმოსახვას დაემთხვა. მადლობა ეკა, ეს იყო პირდაპირი ჩართვა რუსთაველის თეატრიდან.